6 წლის წინ ივანიშვილმა თქვა, რომ იგი პირად რესურსს და ყურადღებას გაიღებდა იმისათვის, რომ მომხდარიყო წყალტუბოს სრულყოფილი ეკონომიკური და ტურისტული რეაბილიტაცია. მაგრამ 6 წლის თავზე მას არც ერთი სასტუმრო არ გამოუწყვეტია. გრიგოლ გეგელიას ამ განცხადებას გამოეხმაურა ეკონომიკის სამინისტრო და მას ყუილი უწოდა. ფაქტმეტრის დასკვნით კი გრიგოლ გეგელიას განცხადება არის სიმართლე. ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს განვითარების გეგმა 2019 წლის ოქტომბერში მართლა დააანონსა. მაშინ ივანიშვილი აცხადებდა, რომ წყალტუბოში არსებულ 22-ვე სანატორიუმს და 9 აბანოს გამოისყიდდა და მათ სრულ რეაბილიტაციას განახორციელებდა. სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოში ერთი სანატორიუმიც კი არ გამოუსყიდია და შესაბამისად არც მათი რეაბილიტაცია განახორციელებია. ივანიშვილმა წყალტუბოს მიმართ ინტერესი რომ დაკარგა 2022 წლის ზაფხულში გახდა ცხადი, როცა მთავრობამ ახალი საინვესტიციო პროექტი წყალტუბოს ახალი სიცოცხლე წამოიწყო. პროექტის ფარგლებში 14 სანატორიუმის გაყიდვა და 500 მილიონამდე კერძო ინვესტიციის მოზიდვა დაანონსდა. პროექტის დაწყებიდან 3 წელია გასული. ამ დროის განმავლობაში 14-დან 7 სანატორიუმია გასხვისებული. ინვესტორებმა სანატორიუმების რეაბილიტაცია 60 თვის განმავლობაში უნდა განახორციელონ, შესაბამისად განსაკუთრებით წარმატებულად ვერც მთავრობის პროექტი ხორციელდება. აქედან გამომდინარე ფაქტმეტრი გრიგოლ გეგელიას განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა, აფასებს ვერდიქტით სიმართლე, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას აფასებს ვერდიქტით манипулირება. უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ ნახოთ ფაქტმეტრის სტატიებში, მანამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.